8 აგვისტოს გავს დაბადების დღე და კი რთული თემა ალბათ, მაგრამ მაინც ვისაუბროთ 2008 წლის 8 აგვისტო რო გაიხსენა. და მე მახსოვს რომ მამა ჩემი და იმათმა გადაწყვეტეს რომ ტელევიზორში გადმოცხადეს რომ რაღაცა ხაშურისკენ მოდისო ტანკებიო რა და მამა ჩემი მაშინ მუშაობდა საბაჟოზე და ეხლა იქ მუშაობს და გადაწყვეტეს კაცებმა აიღეს 20 ლიტრიანი ალეკო გონღაძეს პოეტი და მოკითხვა აქედან დიდი მხატვარი ქვიშხეთელი ადამიანი და რამოდენიმე კაცმა რომ ესე თოფები და კაროჩეო წავედითო ჩვენ უნდა ჩაუსაბდეთო რომ ეს რუსები რო შემოვიდნენ რა ხუთი კაცი ზოგს ანადირე თოფი უკავია ზოგს რაღაცა ეხლა სამ-სამი ტყია გაისროლა და რაღაცა დედა ჩემო ეს რაღაც ჩააცვა იმ საბაჟოს ფორმა და ამ საბაჟოს ფორმაზე ხო იცი რაღაცნაირად როა წერია ხოლმე უკან დაცვის სამსახური თუ საბაჟო აღარ მასოს რა ეწერა აი პატარა შოქი რომ მიგენათება და ძალიან რო არა აი წავიდნენ საღამო იყო მზე ჩადიოდა და მამა ჩემი ანათებდა ძმაო აი როგორი სამიზნე იყო იცი კარჩი აი ჩასასაბრებლად წავიდა და კარჩი აი მთელ ქვიშხეთს ანათებდა ეგეთი იყო რა და რაღაცნაირად მანდ აი პანიკა აი რაც ძალიან დიდი სასწავლებელია აი მამა ჩემისგან არის რომ ისეთ და ეს რაღაცნაირად ვისწავლე ასე შეძლების დაგვარად გამოვა მდგომარეობებში რომ იყო ხოლმე და რო არის პანიკაში არ ვარდებოდა და ეს პანიკაც რა არის რომ პანიკაში რატო ვარდები რომ რაღაცა ვერ გაათვისნობიერე და ვაიმე გადმომაქ შენზეც ეს პანიკა რომ მოდი ერთად რამე მოვიფიქრო და რაღაცნაირად ძალიან სიმშვიდეს მახვედრებდა ხოლმე და ეგო მიცის იყო რომ აი მამა ჩემი ძალიან დიდი დამსახურებაა რომ ჩვენს ოჯახშიც ეს რაღაცა დიდი პანიკა არ ჩამოვარდა